სადარი ლეკუნა? ლეკუნა. აქ არის? ხო, ეხლა მოიყვანს თამაზი. გამარჯობა, მოგესალმებით არხზე ყაზბეგური ნაგაზი. ეს კი არის ჩემი ახალი ლეკვი, რომელიც ვერ გადავიღეთ. დავარქვი სახელად ჯანგო და არის უიშვიათესი სისხლების ლეკვი. რომელსაც გეტყვით დეტალურად, ალბათ იცით რამდენ ხანს ველოდებოდი იშვიათ და სუფთა სისხლის ლეკვს რომ მომეყვანა და გამემრავლა და აი ამ ლეკვის ისტორიაც დაახლოებით ეგრე დაიწყო. ჩვენი ვიდეოებიდან ალბათ ყველა მიცით უკვე თამაზ სამქანაშვილის ძაღლების სისხლები და მუშათვისებები. თუ როგორი იშვიათი ლეკვები ყავს თამაზის, დამირეკა თამაზმა და მითხრა რომ თავის ძუ ძაღლი დართეს ბებერი ხოდას ხაზზე. და ამ დართვიდან ერთი ლეკვი აუცილებლად უნდა წამომეყვანა და გამეზარდა. ესე დაიწყო ჯანგოს ისტორიაც. 28 აგვისტოს დაყარა თამაზის ძაღლმა ლეკვები. და ერთი თვის და ერთი კვირის იყო, როდესაც მივედი და ვნახე ადგილზე. შევარჩიე ლეკვი, რა თქმა უნდა, მინდოდა ძუ ლეკვი, რომ სუფთა სისხლის ხაზები მეც გამეგრძელებინა და ყველაზე მეტად თავის დაძმებში მომეწონა ჯანგო. 5 თვის ხდება და საკმაოდ კარგი ლეკვი მოდის, როგორც ხედავთ, არის უზომოდ ენერგიული და აქტიური, კვების მხრივაც არანაირი პრობლემა არ აქვს, ჭამს იმდენივეს, რასაც ჩემი 5 წლის ძაღლი ტუგო. ყველაზე მთავარი რაც არის, გვაქვს ჯანგოს წინაპრების მთელი ნუსხა. აბსოლუტურად ყველა დართვა ვიცით და ვიცით, რომ არის 100% სუფთა სისხლის ყაზბეგური ლეკვი. მოკლედ, ჯანგოს მამა არის ქავთარაშვილი დემოს ძაღლი ბახა. ბებერი ხოდას ხაზი არის ეს. ხოდას პაპა იყო წიქა, ხოდას მამა იყო ტუგა, მერე იყო ხოდა. ხოდას შვილი ჰყავდა ბურდულ ალექსის, ალბათ ყველას გაგიგონიათ ბურდული ალექსის ტუგა. ალექსის ტუგას შვილი იყო შემდეგ სნიკერსა, ფიცხელაური გოგის ძაღლი. სნიკერსაც ძალიან ცნობილი ძაღლი იყო. სნიკერსას შვილი იყო ასევე ჯარჯი. ჯარჯის შვილი იყო წითელი ბუღარა. ბუღარას შვილი იყო ცნობილი წალკლების ბუღარა და ბუღარას შვილი არის აი ამ ლეკვის მამა, ჩემი ლეკვის მამა, როგორც ზემოთ თქვი, ქავთარაშვილი დემოს ძაღლი ბახა. დედის მხარე სუჯაშვილ შუბინას ყავდა გერგეტში ძაღლი სახელად ბორზა. ბორზას შვილი იყო ბორზა 2, ხოლო მისი შვილები ბოყო და შემდეგ შვილი კიდე ბოყო 2. ესენი უკვე თამაზ სამქანაშვილის ძაღლებია. ბოყო 2-ის შვილი იყო კრუტოი, კრუტოის შვილი იყო კრემი, კრემის შვილი იყო ბოთა, ბოთას შვილი იყო შუმბა და შუმბას შვილი არის ჩემი ლეკვის დედა სახელად წიოკა. მოკლედ რო ვთქვათ, ლაქუცა დართეს ბოთაზე გამოვიდა ბასარა, ბასარა დართეს წალკლების ბუღარაზე და გამოვიდა ბახა.